მოგესალმებით მეგობრებო, დღეს დიმიტრი ლორთქიფაინძევს მასპინძლობთ ჩემთან ოჯახში და გვექნება როგორც ყოველთვის საინტერესო საუბარი საჭიროებულო თემებზე, როგორც საქართველოზე, ასე საერთაშორისო თემებსაც განვიხილავთ. დიმიტრი, მოგესალმებით ჩემო კარგო. მოგესალმებით ჩემო კარგო ნიკო. მოხარული ვარ, რომ ნიუ-იორკში ხარ. ორმაგად მოხარული ვარ, რომ ჩემი სტუმარი ხარ, ჩემი ოჯახის სტუმარი. ამ ჩემს პატარა ბინაში იმპროვიზირებულ ინტერვიუს ვახორციელებთ. გამომდინარე იქიდან, რომ ქარებია ეს ბოლო 3 დღე და ძალიან კი გვინდოდა გასვლა, მაგრამ როგორც ამბობენ ტექნიკურად შუმები ვერ ჩავახშე და აქედან გამომდინარე ვაპირებთ ბინაში ჩაწერას. მაგრამ ეს თავარი არის შინაარსი ჩვენი ურთიერთობის და შენი ვიზიტის აქ, რამაც ყველა გაგვახარა, ჩემი და შენი თანამოაზრეები და მაინტერესებს შენი პირველი რეაქცია. მე ვიცი რომ შენთვის ეს პირველი ვიზიტი არ არის, უბრალოდ ნიუ-იორკში ყველაზე დიდხანს ამჯერად მოგიწია. მე ვიცი რომ შენ რამდენჯერმე ნამყოფი ხარ ამერიკის შეერთებულ შტატებში და თუ შეგიძლია რომ ეს ორი სიტყვით ეს მიკრო მიმოხილვა გააკეთო. რა და როგორ იყო და ეხლანდელი ეფექტი შენ. მოგესალმებით ჩემო კარგო, კიდევ ერთხელ მე ვესალმები თქვენს მაყურებელს. ეს შესანიშნავი გარემო უკვე საინტერესო სტუდიის გამოცდილებას იძენს ძალიან ბევრი რესპონდენტისთვის და ძალიან კარგი და მისასალმებელია რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ნიუ-იორკში გაჩნდა შესაძლებლობა პოლიტიკური ბლოგის წარმოებისა და როგორც ჩემთვის ცნობილია საკმაოდ მზარდი ინტერესს წარმოადგენს დამსწრე აუდიტორიისთვის, ვინც შენი ასევე მზარდი მაყურებელია. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ვიზიტი იმ გარემოში, რომელშიც ძალიან ბევრი ქართველი, შეიძლება ითქვას კიდევაც, რომ ჩვენი ქართული საზოგადოების ნაღები ქმნის ძალიან მნიშვნელოვან ფონს ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე უფრო ძნელბედობის ჟამს შეიძლება ითქვას მხარდაჭერისა და ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ სახალხო დიპლომატიას ალბათ ენიჭება ყველაზე დიდი მნიშვნელობა. შეერთებულ შტატებში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო 2008 წელს, როდესაც მე და ჩემი კოლეგები ვიყავით შეერთებულ შტატების კონგრესის ბიბლიოთეკის მოწვევით, მაშინ ჰილარი კლინტონი იყო ჩვენი უშუალო მასპინძელი, მელანი ვირვი არის ოფისი გმასპინძლობდა და ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღეთ სახელმწიფო დეპარტამენტის უკლებლივ თელ ასე ვთქვათ სტრუქტურებთან გაცნობითი ხასიათის მუშაობის პროცესში. ეს იყო 7 დღიანი ვიზიტი და სხვა შორის ეს ვიზიტი მალევე დასრულდა სტრატეგიული ქარტიის გაფორმებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. მაშინ ყველაფერი ჯერ კიდევ მხოლოდ იწყებოდა და ძალიან ძნელი იყო პროგნოზის გაკეთება თუ გეოპოლიტიკურ რა ტურბულენციაში მოყვებოდა საქართველო და რა იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე ოპტიმალური არჩევანი. თუმცა მე რა თქმა უნდა ვთვლიდი, დღესაც ვთვლი და ალბათ ხვალაც მივიჩნევ, რომ ჩვენი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის თავისებურებიდან გამომდინარე, ის ჯვარსახოვნება, რომელიც ჩვენ განგვისაზღვრავს ვალდებულებას ვიყოთ თანაბრად საჭირონი, როგორც დასავლეთისთვის, ისე აღმოსავლეთისთვის, ასევე ჩრდილოეთისა და სამხრეთის ურთიერთობაში მივიღოთ მონაწილეობა, დღეს ყველაზე უფრო აქტუალურია ვიდრე ოდესმე, რატომ? იმიტომ რომ ჩვენ მართლაც შევიძინეთ რაღაც რეგიონალური სერიოზული მოთამაშის სტატუსი, რომელიც გვანიჭებს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, ვინაიდან ის ცდება იმ პრიორიტეტებს და იმ პრეფერენციებს, რომლითაც საქართველოსთვის ასე ვთქვათ განუჩინებდნენ საქართველოს როლს, მაგალითად იგივე ევროკავშირის ან ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრებისა. და თვლიდნენ, რომ ეს იყო ისტორიული არჩევანი და ერთადერთი არჩევანი და უალტერნატივო არჩევანი. დღეს თურმე არ არის ესე, გაცილებით უფრო დიდი პერსპექტივები და შესაძლებლობების ფანჯრები იხსნება საქართველოსთვის, მით უმეტეს, როცა ჩვენ შუა დერეფნის აქტიური მონაწილე ქვეყანა ვხდებით, როდესაც ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიმავალი გზის ალტერნატივები ჩნდება ჩვენი ქვეყნის გავლით და ბუნებრივია აი ამ პროცესში ჩემი ჩამოსვლა ამერიკის შეერთებულ შტატებში როგორც სახალხო დიპლომატიის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვთვლი რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ მე აქ ვეძებდი იმ თანამოაზრეებს,
რომლებსაც ექნებოდათ ის ღირებულებათა სისტემა, რომელშიც ჩვენ ვიქნებოდით თავსებადნი და ისინიც გაიზიარებდნენ ზუსტად აი ამ ხედვას და არა რაღაც ეს კერპთაყვანის მცემლურ კუთვნილებით, ვალდებულებით ურთიერთობებს გნებავთ დასავლეთთან და გნებავთ ნებისმიერ სხვა ვექტორთან მიმართებით. ამ თვალსაზრისით მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის აღმოჩენა იყო ერთ-ერთი პირველი ქართული საერთაშორისო ორგანიზაცია ამირანი, რომელსაც ხელმძღვანელობს კალბატონი ელისო ციკლაური, ჩვენი სახელოვანი მხატვარი, მონუმენტალისტი, ადამიანი, რომლის სახელთანაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კულტურული პროექტია დაკავშირებული და მე მინდა მჯეროდეს, რომ მის სახელს და გვარს კიდევ უფრო კარგად გაიცნობს ჩვენი ქართული საზოგადოება. ვფიქრობ, რომ ორგანიზაცია ამირანი შესაძლოა გახდეს ის ჰაბი მართლაც, რომელშიც თავისუფლად იქნება შესაძლებელი ასე ვთქვათ, სახალხო დიპლომატიის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, მათ შორის არის მრგვალი მაგიდა, მათ შორის არის კონფერენციები და მოკლედ შეჯიბრებითობა საქართველოს უკეთესი მომავლისა და განვითარების საკითხებთან დაკავშირებით. ასე რომ ამ თვალსაზრისით ვთვლი, რომ საკმაოდ წარმატებული და მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ გავიცანე ძალიან ბევრი ადამიანი. გავიცანე ადამიანები, რომელთა შესახებ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ფართო საზოგადოებამ უნდა იცოდეს უფრო მეტი და მეტი. ეს არის იგივე ბატონი ზურაბ მოსაშვილი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი. ეს არის გია გიგოლაშვილი, რომელიც გახლავთ მანჰეტენზე არსებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ხატმწერი, არაერთი ფრესკის ავტორი, რომელიც დღესდღეობით აი კანადაში აპირებს კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. ეს ხალხია, რომლებიც 20, 25, 30 და 35 წლის განმავლობაში მოღვაწეობენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქმნიან საქართველოს იმიჯს ამ ქვეყანაში და მათ შესახებ მე ვფიქრობ, რომ მართლაც ძალიან ბევრი რამ არის საინტერესო მოსასმენი ჩვენი ქართული საზოგადოებისთვის. მეც ვეცდები, რომ რაღაც ჩემი წილი, რაღაც მცირე ნაწილი ამ შთაბეჭდილებებისა გავაცნო ჩემს საზოგადოებას, როდესაც დავბრუნდები, მალე ვბრუნდები უკვე ჩემ ქვეყანაში. ეს წმინდა ხაზი გაუსვა, რომ მე ზოგჯერ სპეკულაციები მოყვება ხოლმე ამერიკაში, ანუ ცხეჩი გამოჩენილი ქართველი პოლიტიკოსების მიმართ, ხო არ რჩება და რამე ხო არ ხდება და ასე შემდეგ. არა, რა თქმა უნდა, ეს იყო 10 დღიანი ვიზიტი, ძალიან მკაცრად რეგლამენტირებული. და არის კიდევ ერთი რაღაც, რაც მინდა ვთქვა აუცილებლად. იმიტომ რაღაცა იმიჯია ესეთი შექმნილი ქართულ დიასპორასთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებში, რომ უდიდესი ნაწილი ეს არის ნაციონალ მოძრაობის და კოლექტიური ნაციონალ მოძრაობის რაღაც მხარდამჭერი და რაღაც. ეს ასე არ არის ნამდვილად. ეს არის სწორედ იმ მედია ტერარიუმების მიერ შექმნილი ყალბი იმიჯი, რომელმაც გარკვეულ პერიოდში იმუშავა და რომელმაც დაარწმუნა ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი, რომ აი თურმე ემიგრაციაში გამორბიან ადამიანები, რომლებსაც პროგრესზე და მოდერნიზმზე ორიენტირებული ხედვები გააჩნიათ თავიანთი ქვეყნის განვითარებისა და რადგან ეს ყველაფერი იკრიბება რაღაც ნაციონალურ მოძრაობასთან აფილიაციაში და მათდამი მხარდაჭერაში. ეს ნამდვილად ასე არ არის. აქ არის უამრავი, მართლაც ნეიტრალური, აპოლიტიკური, საკუთარ სამშობლოზე შეყვარებული, ძალიან სწორი ხედვის მქონე ადამიანი, რომელსაც კულტურაზე, სპორტზე, მეცნიერებაზე, ყველაფერზე, რაც განსაზღვრელი არის ქვეყნის განვითარებისა, გააჩნია ძალიან სწორი და ესეთი პროგრესული ხედვა. და ვფიქრობ, რომ მართლაც ერთხელაც უნდა რაც კაი დოკუმენტური ფილმი უნდა იქნეს ამასთან დაკავშირებით მომზადებული. ეს კარგი იდეაა და მე მაქსიმალურად ვიქნები თანამოზიარი ამ საქმის, თუ ვინმე ითავებს კინო დოკუმენტალისტი ან არა აქვს მნიშვნელობა საინტერესო თემაა თვითონ და ვიც ამის პროდიუსერობას ითავებს შესაბამისი სტაფით. ნამდვილად საერო საქმე იქნება, მით უმეტეს ამ სტერეოტიპული წარმოდგენის მერე, რაც ეხა შენ თქვი და რაც ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ამაზე, მე ამის თანაშემსწრე ვარ ბოლო 10 წლის განმავლობაში და რაც მართლა ისე არ არის და მეც ჩემი საქმიანობით კიდე ერთი ნიშანია იმისა, რომ ეს ასე არ არის და არის განსხვავებული აზრი და საკმარისი რაოდენობით არიან სამშობლოზე შეყვარებული ხალხი და თავს მიწა-წყალზე შეყვარებული ხალხი და ეროვნული ღირსებითა და პატრიოტიზმით აღჭურვილი. ამიტომ ყველა ტრანსნაციონალურ იდეებს ნამდვილად არ მისდევს. ეხლა მთავარი თემა რაც მინდოდა მეთქვა და შენთან ერთად გავგველო. არ არსებობს ქართველი დედამიწის ნებისმიერ წერტილში
მით უმეტეს როცა შეხვდება თავის თანამემამულეს, რომ მათ საქართველოსზე არის საუბრონ, ამერიკა იქნება ეს, ავსტრალია თუ კიდევ უფრო შორს. იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს, ქართულს რომ აქვს სულისყივილი და ნოსტალგიის ზნობა, მე მგონი არც ერთს არ გააჩნია ამ დაგვარი. ნუ რავი, ნუ მიწყეს, მაგრამ ჩვენ მართლა გვაქვს ეს თვისება, განუმეორებელი. და მე ვიტყვი რომ ღვთისაგან ნაბოძი. რას ფიქრობ შენ იმ სიტუაციასთან დაკავშირებით, რაც ახლა საქართველოში ვითარდება, იმიტომ რომ ნიაღვარებით მოდის ინფორმაცია, დღე არ გავა რომ რაღაცა ისეთი ელვა დეპეშასავით არ გავხარდეს რომ საქმე აღიძრა თუ ჩინოებზე, საქმე აღიძრა თუ სამინისტროში გაფლანგვაზე, სისტემურ კორუფციაზე და ასე შემდეგ. ეს რისი დასასრულის დასაწყისია? როგორ ფიქრობ შენ, როგორ აფასებ ამას ყველაფერს? ხო, ძალიან საინტერესო შეკითხვაა გამომდინარე იქიდან, რომ პასუხი ცხადია არის კომპლექსური ამაზე. საქართველო იმყოფება ძალიან ძიმე ტურბულენციის ქვეშ. შეიძლება ითქვას, რომ ჭყლეტის ქვეშაც ექცევა ქვეყანა გარკვეულწილად, იმდენად დიდი ზეწოლები ხორციელდება მასზე. ჩვენ ვართ რეგიონი, რომელიც ძალიან ცოტა ხანში აღარ იქნება მოხსენებული როგორც კავკასიის რეგიონი და ის იქნება მოხსენებული როგორც დიდი ახლო აღმოსავლეთი. და ამას ცხადყოფს ის ფაქტიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი ძალიან მზარდია ჩვენი რეგიონის მიმართ. რა თქმა უნდა, ამას გარკვეული დისონანსი შემოაქვს იმ გეოპოლიტიკურ მოთამაშეებთან ურთიერთობაში, რომელშიც რუსეთსა და ირანს გააჩნია თავისი დომინანტური როლი და მნიშვნელობა რეგიონში, ისტორიულად ბუნებრივია. და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი რყევების გარეშე არ ჩაივლის. ჩვენი ამოცანა არის სწორედ იდეალური ბალანსის პოლიტიკის გატარება. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი სწორედ დღეს ჩვენი პრემიერი იმყოფება ჩინეთში, მაშინ როდესაც ევროკავშირი გამოდის საქართველოსთან მიმართებით დემარშით და ეს ერთგვარი კონტრფორსი ძალიან სწორად არის გამოყენებული პოლიტიკურად. არა იმიტომ, რომ ჩვენ საპასუხო დემარშით ვპასუხობთ ევროკავშირს იმ ნაბიჯებს, რომელსაც საქართველო არ იმსახურებს, ასე ვთქვათ, ცნობიერად. არამედ იმიტომ, რომ ამით ჩვენ ვეუბნებით ევროკავშირს, როგორც ყოფილ მეტროპოლიას, რომ ჩვენ აღარ გვინდა ვიყოთ კოლონიის როლში, რომ ჩვენ ვქმნით ახალ შესაძლებლობის ფანჯრებს, რომ ჩვენს გარშემო აქ არსებული ვითარება ყოველდღიურად ცვლადი, როგორც კალეიდოსკოპი, გვანიჭებს ვალდებულებას, რომ მოვიძიოთ ყველაზე რაციონალური გზა აქედან თავის დასაღწევად. თავის დასაღწევად არ ნიშნავს ჩვენი საკუთარი თავის გადასარჩენად მხოლოდ. არამედ რეგიონალური მასშტაბით სასარგებლო როლის ფუნქციის შესრულებას გულისხმობს ბუნებრივია და ამ თვალსაზრისით ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რაც აი ამ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს საგარეო პოლიტიკურ წარმატებად შეიძლება ჩაუთვალოთ. ბუნებრივია ეს არ არის საკმარისი, იმიტომ რომ როგორც მოგახსენეთ, ყოველდღიურად იცვლება ქვეყნის გარშემო ვითარება და თუნდაც ის ფაქტი, რომ დღემდე არ ცხრება ვნება იმასთან მიმართებით, რომ საქართველო როგორც პოსტ-ომისეული ქვეყანა გამოყენებული იქნეს კვლავ ამ მილიტარისტული მიზნებისთვის და ეს ბუნებრივია ადვილად წარმოსადგენია, რომ იქნებოდა ძალიან დიდი საცდური იმ ძალის ცენტრის მხრიდან, საიდანაც ჩვენ ამ ზეწოლას ყოველდღიურად ვგრძნობთ ჩვენი მისამართით, რომ გაუძლოთ. მაგრამ ჩვენ ვუძლებთ ამას, თუმცა როგორც ჩანს, ყველა არ იყო მზად იმისთვის, რომ ამისთვის გაეძლო. მე ძალიან კარგად მესმის რა არის ძალაუფლებაში ყოფნით გამოწვეული ცდუნება, როგორც აქტიურ პოლიტიკაში მყოფს, პარლამენტის წევრს, რასაც მე შიგნიდან წვდებოდი და ვხედავდი, წარმომიდგენია, რას ნიშნავს, როდესაც გუნდის მონოლითი ირღვევა, როდესაც გუნდში ჩდება ბზარები, როდესაც ძალის ცენტრი აგრძნობინებს შენი გუნდის წევრებს, რომ ეს ძალა არის იმდენად უპირატესი და იმდენად მდგრადი, რომ მათ ნებაყოფლობით ურჩევნიათ, რომ ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინონ და აი ამ ბზარის გამოწვევის შედეგად რამხელა, ასე ვთქვათ, განსაცდელი დგება იმ გუნდის წინაშე, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას ქვეყანა გაიყვანოს აი ამ ტურბულენციის ზონიდან. და მოხდა ის სწორედ რაც მოხდა, რაზეც მე არც დამიმალავს და ღიად თქვი, ჯერ კიდევ 20 ივლისს არ იყო ეს ასე ვთქვათ დაჭერების კამპანია დაწყებული და ვთქვი, რომ არსებობს ერთი გარკვეული ნაწილი ხელისუფლებაში, სახელმწიფო ძალისა, რომელიც
გარკვეული ცდუნების წინაშე დადგა და ეს ცდუნება გამოიხატა იმაში, რომ გარკვეული კორუფციული გზებით მიღებული ფინანსების კონცენტრირება უნდა დახმარებოდა მათ შეენარჩუნებინათ ძალაუფლების ვექტორი, ოღონდ არა მუდმივად ხელისუფლებაში ყოფნის პოზიტიური პირობის გათვალისწინებით, არამედ გადასულიყვნენ შემდგომში ოპოზიციაში, მაგრამ შეენარჩუნებინათ ქონება, შეენარჩუნებინათ სტატუსი, შეენარჩუნებინათ გარკვეული პოლიტიკური ძალაუფლებაც. მიუხედავად იმისა, რომ ისინი იქნებოდნენ ოპოზიციაში. აი სწორედ ეს გეგმა ჩავარდა. სწორედ რაღაც მომენტში გუნდის ნაწილისთვის ცნობილი გახდა მეორე ნაწილის მიერ განსახორციელებელ მოქმედებათა გეგმის შესახებ და აი ეს ასე ვთქვათ, ამის ტორპედირება მოხდა და მოხდა საკმაოდ ესეთი მკაცრი ხელის პოლიტიკის გატარებით შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ მოგეხსენებათ დროის ხანმოკლე პერიოდში ამდენი მაღალჩინოსნის პასუხისგებაში მიცემა ეს არ არის რაღაცა კონვეიერული სისტემა, ამის უკან არის ძალიან რუტინული, მძიმე სამართლებრივი ხასიათის მუშაობა ჩასატარებელი, რომელიც საპროცესო საგამოძიებო მოქმედებებს გულისხმობს, ამ მოქმედებების შედეგად მიღებული ინფორმაციის დამაგრებას ასევე საპროცესოდ, ამის გამართვას, მე ამის მიმართვას უკვე სასამართლოს მიმართულებით და ამას ჩართულია როგორც საგამოძიებო ორგანოების შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე გენერალური პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავის საგამოძიებო სტრუქტურებით და მოკლედ მთელი ძალოვანი სტრუქტურები მობილიზებულია ახლა იმისთვის, რომ აი ეს საუკუნის შეთქმულება იქნეს გახსნილი. აქ როგორც ჩანს საუბარი არ არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მხოლოდ მიტაცებული მილიონების ამოღების ასე ვთქვათ მიზანზე, არამედ საუბარია ასევე როგორც მოგახსენეთ იმ სახელისუფლებო, საძალაუფლებო შეთქმულების საბოლოო გახსნასთან დაკავშირებით, რომელმაც უნდა უზრუნველყოს შემდგომში მსგავსი მოქმედებების აღკვეთის პრევენციაც. დღეს მინდა ხმამაღლა განვაცხადო, რომ ქართულ სახელმწიფოს გააჩნია იმაზე უფრო მეტი გამოცდილება სუვერენიტეტისთვის ბრძოლის საკითხში, ვიდრე ეს უახლეს ისტორიაში ოდესმე გააჩნდა. შეიძლება ასეც ითქვას, რომ თუ კი აქამდე რამე შეცდომები იქნა დაშვებული თავისუფლების მოპოვებიდან, აი 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის დეკლარაციის აღდგენის დღიდან დღემდე რაც კი შეცდომებია დაშვებული, ვფიქრობ, რომ ყველაფრის გათვალისწინებით მიმდინარეობს ეს პრევენციები. კი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ძალიან მძიმე, ძალიან რთული, ადამიანების ბედს უკავშირდება, მათ უკან არსებული ოჯახების ბედს უკავშირდება, მაგრამ ჩვენ ვიმყოფებით ისტორიის იმ მხარეს ახლა, როდესაც უკან დახევის ან შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს. მე ამ შემთხვევაში არ გულისხმობ მხოლოდ ხელისუფლებას. მე ამ შემთხვევაში გულისხმობ და ასე დავარქვი მე ამ საზოგადოების ნაწილს, ეს არის 17 მაისის ეგრეთ წოდებული 17 მაისის საზოგადოება. ეს ის ხალხია, რომლებიც წელიწადში ერთხელ ყოველთვის ენახება ერთმანეთს. გამოდის ქუჩაში არა ძალდატანებით, არა მარშრუტკებით, არა ავტობუსებით, არა მუნიციპალური რესურსების ჩართვის გზით, არამედ გამოდის თავის საკუთარი ნებით და ენახება, ასე ვთქვათ, ცასაც, მზესაც და მთელ დანარჩენ მსოფლიოსაც და დაწყებული ბათუმიდან დამთავრებული დედოფლის წყარომდე, თუ კი სადმე დაბა, ქალაქი, დიდი სოფელი არსებობს, ყველგან გამოდის ეს ხალხი და აღნიშნავს მის განუხრელ მხარდაჭერას ტრადიციული ღირებულებებისადმი, ოჯახის სიწმინდისადმი, საქართველოს ეკლესიისადმი, ღმერთისადმი და თავისი იდენტობისადმი ქრისტიანული კულტურის მიმართ. და ეს ის საზოგადოებაა, რომელსაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვერც ვერაფერს გამოაპარებ და ვერც ვერაფერს მოატყუებ. ეს ის საზოგადოებაა, რომელსაც რაღაც სიბრძნე დაუგროვდა ამ მთელი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში და მან ზუსტად იცის, კი ბატონო, პრეტენზია ბევრი შეიძლება იქნეს წარდგენილი, ვთქვათ, დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ის გენერალური ხაზი, რომელსაც სტაბილურობა, მომავალი განვითარების შესაძლებლობა უნდა უზრუნველყოს, არის მართლაც უალტერნატივო და განუხრელი. ამას ახლა ჭირდება მომავალში, როდესაც უკვე დამთავრდება აი ეს შეთქმულებასთან დაკავშირებული ეს ბჭყალებს ჩემი ინტერპრეტაცია თემის საბოლოოდ, ასე ვთქვათ, მოგვარება, ამას დაჭირდება უკვე ის, რომ ამ ეს ხელისუფლება საჭიროებდეს იქნება აი რეალურ ოპოზიციურ ძალას. რეალურ ოპოზიციურ ძალას, რომელიც შეძლებს უკვე აი პოტენციალთა შორის სხვაობის გაზრდის გზით უზრუნველყოს ძაბვა, უზრუნველყოს ცხოვრება, აი პოლიტიკური ცხოვრების წარმართვა სწორ კალაპოტში. დიმიტრი, ალბათ დამეთანხმები იმაში, რომ მხოლოდ კადრების ცვლა, მე მგონი, უკვე
საკმარისი არ იქნება. როგორ ფიქრობ? მართველი გუნდი გადავა სისტემურ ცვლილებებზე, ანუ რას გულისხმობს? სტრუქტურულად გადააწყობს მინისტრთა კაბინეტს, სამინისტროები შეიძლება გამთლიანდეს, ანუ გამსხვილდეს, ან პირიქით უფრო განიშალოს. რა რეფორმა იქნება დაუშვათ ძალოვან სამინისტროებში, რა რეფორმა იქნება სასამართლო ინსტიტუტებში. ეს ხო ყველაფერი ცვლადი უნდა იყოს, იმიტომ რომ თუ მანკიერ სისტემაზე ფიგურა შეცვლი, ისიც იყვნება საბოლოო ჯამში. ყოველ შემთხვევაში მე ესე ვიცოდი აქამდე. როგორ ფიქრობ, რა შეიძლება რომ მოხდეს და აქვე კიდე თანხლებ კითხვას დავსვავ. ეს ყველაფერი არსებულ კანონმდებლობით შესაძლებელია თუ ამას უკვე ჭირდება 28 წელს დალოდება ან რიგარეში არჩევნები ჩატარება. ხო, საინტერესო შეკითხვა. მე ესე ვიტყოდი, რომ ბანალური ფრაზაა მართალია, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოვიყენებ, რომ ძალაუფლება რყნის ნებისმიერ ხელისუფლებას, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება რყნის აბსოლუტურად ნებისმიერ ხელისუფლებას, რომელიც რჩება რეალური ქმედითი კონტროლის გარეშე. მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნება ასეთ საშიშროების წინაშე უკვე დგას და საკმაოდ დიდი ხანია დგას, იმიტომ რომ ანტურაჟის როლსაც კი ვერ ასრულებს ის ფორმალური რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც გააჩნია აბსოლუტურად განსხვავებული დღის წესრიგი იმ საჭიროებებისგან აცდენილი, რასაც საჭიროებს ჩვენი ქვეყანა დღევანდელ დღეს არამც თუ ოპონენტი ქართული ოცნება. საერთოდ ამოვარდნილია კონტექსტი. შეიძლება ითქვას, რომ ქართული ოცნებას ალტერნატივა, ასე ვთქვათ, ოპოზიციური ალტერნატივა ნაციონალური მოძრაობის გარდა არ გააჩნია. და ეს ნაციონალური მოძრაობის დასამარება ეს არის მართლაც ის უკანასკნელი აკორდი, სექსტაკორდი შეიძლება ითქვას, მაჟორული, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ახალი ერის დაწყება. აი სანამ ეს საკითხი არ გადაწყდება საბოლოოდ, სანამ ნაციონალური კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა არ აიგრძალება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სანამ ეს გადაწყვეტილება არ აისახება კონკრეტული სამართლებრივი რეგულაციების ქვეშ არ მოექცევა, მათ შორის გენერალური პროკურატურის მხრიდან, იმიტომ რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულთა ერთობლიობა, მათ შორის ინდივიდუალურ დონეზე გულისხმობს რევიზიას გენერალური პროკურატურის მხრიდან. ისე რომ ბევრი ადამიანი შეიძლება მიეცეს მართლაც იმ სისტემური წამებისა და არადამიანური მოპყრობების გამო, იმ 18000 განცხადების უკან არსებული რეალობიდან გამომდინარე სამართლებრივი რეგულაციების ქვეშ. და იმ მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს გამოჩენა სცენაზე ახალი პოლიტიკური ოპოზიციის. პოლიტიკური ოპოზიციისა, რომელმაც აი ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რაზეც თქვენი საუბრეთ, უნდა აიღოს გარკვეული პასუხისმგებლობა. მათ შორის მე მაგალითად ვთვლი, რომ საინვესტიციო პოლიტიკა ქვეყანასთან მიმართებით არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მწვავე საკითხი, რომელიც ოპონირების გარეშე რჩება. დღეს თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ იგივე აი ეს არაბული ინვესტიციის საკითხთან დაკავშირებით ძალიან მწვავე ოპონირება მიდის ქართული საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების მისამართით. და მას გააჩნია თავისი დადებითი, სწორი, ობიექტური ფორმა. იმიტომ რომ არის ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა, რომელთან დაკავშირებითაც ქართულ საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს. მათ შორის იმ მემორანდუმთან დაკავშირებით, რომელიც გაფორმებულია არაბულ მხარესთან. მათ შორის იმ მემორანდუმის ქვეშ არსებული იმ საიდუმლო მუხლებისა, რომელსაც კომერციული საიდუმლოს თვალსაზრისით არ თვლის, თქვათ, კომპანია, არაბული კომპანია რომ გაასაჯაროოს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ის საკითხი, რომელიც მხოლოდ ასე ვთქვათ, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან არ არის კავშირში, მის არსებობასთან არის კავშირში, მის დემოგრაფიულ მდგრადობასთან არის კავშირში და საერთოდ კულტურული იდენტობის შენარჩუნებასთან არის კავშირში, ბუნებრივია. ამიტომ ესეთი საკითხები სწორედ სისტემური ოპოზიციის არსებობის პირობებში უნდა წყდებოდეს და უნდა წყდებოდეს ობიექტური რეალობის გათვალისწინებით და არა ემოციებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ამ ემოციების ბრკვევას ყოველთვის მოყვება ხოლმე რაღაცა სუბიექტივიზმი, რომელსაც არავითარი საერთო ობიექტურ რეალობასთან არ გააჩნია. ასე რომ თუ გავითვალისწინებთ იმ პროცედურებს, რომელთაც ახლა მიმდინარეობს ეს პროცესები, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება უკვე შევიდა საქართველოს საკონსტიტუციო ორგანოში, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზზე მინდა გავუსვა, არ გახლავთ მართლმსაჯულების ორგანო, ეს არის კონტროლის ორგანო. შესაბამისად, კონტროლის ორგანომ უკვე გამოაქვეყნა მიღებული სარჩელი საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრების მხრიდან შეტანილი
და ჩვენთვის ცნობილია, რომ სამი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საკითხი დგას დღის წესრიგში. ეს არის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონზე დაყრდნობით, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს მოყვანილი კონსტიტუციასთან და მაღალი ალბათობით ამ სამ პოლიტიკურ ორგანიზაციას კოლექტიურ ნაცმოძრაობას შეიძლება ასე ითქვას და მათთან დაკავშირებულ კონკრეტულ სუბიექტებს აქვს ფიზიკურ პირებზეც არის საუბარი, რომლებიც დღესდღეობით სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებში არიან გადანაწილებული, ან არასამთავრობო ორგანიზაციებში არიან გადანაწილებული და ცდილობენ რომ დაიძვრენ, ცდილობენ რომ მათ შორის ზოგიერთები საპატიმროშიც არიან დღევანდელ დღეს და იფიქრეს რომ მათი საპატიმროში ყოფნა მოადუნებდა საზოგადოების ყურადღებას მათ მიმართ, რა. ზოგიერთება ნებაყოფლობითაც კი აირჩიეს საპატიმროში შესვლა იმისთვის, რომ თავი დაეცვათ შესაძლო ესეთი სამართლებრივი თავდასხმებისგან. რა თქმა უნდა, არავინ არ იქნება დავიწყებული და ყველას მიმართ იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები. ეხლა ზოგიერთები, რომლებიც მოდერნისტულ გირჩებს ქმნიდნენ და თვლიდნენ, რომ საზოგადოებრივი მეხსიერება არის მოკლე და ის ვერ გაიხსენებდა იმას, რომ მათი ლიდერი იყო ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი და სიამაყით ამბობდა, რომ დიახ, მან იცოდა, რომ ციხეებში ადამიანებს აწამებდნენ და მერე რა. ხო, აი ამაზე მას მოეთხოვება პასუხი, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ იმის გამო, რომ მას ესეთი არ ყავდათ თორმე და იმიტომაც თვლიდა, რომ სისტემური რა თქმა უნდა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მას ესეთი აზრი გააჩნია და ის აზრის გულისთვის ისჯება, არამედ ის სწორედ იმიტომ, რომ ის შეხედულებები და ის აზრი, რაც მათ გააჩნდა, ის იყო კონცენტრირებული და მიმართული ადამიანების უფლებების მასობრივი შელახვისკენ, ტოტალური დარღვევებისკენ და მათ სწორედ თავისი მსახურალი ხელი დატოვეს ქვეყნის განვითარებაზე და დღეს მათ პასუხი უნდა აგონ. დიახ, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. მათ მიმართ დამდგარი საბოლოო გადაწყვეტილებების კვალდაკვალ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქვეყანაში გამოჩნდება რეალური, სისტემური ოპოზიცია კონსტრუქციული, რომელსაც ექნება ყველა კითხვაზე პასუხი. ის, რაც მოდის ქართული საზოგადოებისგან. და მე რატო შეგეკითხე ვადამდელ არჩევნებამდე, იცი რომ მე თვითონ არაერთ გზის მქონია საუბარი ამ თემაზე ჩემს რესპონდენტებთან, ჩვენ საერთო მეგობრებთან და თითქოს ჩემ მხრიდან ესე ჩანდა, რომ პედალირებას ვაკეთებდი, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა, რომ 78 მუხლი ამოვიღდეს და ასე შემდეგ და დროთა განმავლობაში მე თვითონ გამიჩნდა ესეთი შეკითხვა, რომ რახან ხელისუფლებაში არის ცდუნება, რომ მონოპოლიზაცია გაუკეთო ხელისუფლებასთან ისე, როგორც იმ მომენტში ხელისუფლება თვლის, არა აქვს ამას მნიშვნელობა 150 ადგილი გიკავია თუ მისი ნახევარი. გამიჩნდა კრიტიკული დამოკიდებულება, რომ რამდენად სასურველია საერთოდ ერთ გუნდს კონდეს კონსტიტუციური უმრავლესობა და მერე თავის ნებაზე მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რომელიც შეიძლება საერთოდ არ იყოს ერის გამოხატველი და ხომარჯობია, რომ აი ამ ერთობლივ ეროვნულ საკითხებზე აი ეს კონსტიტუციური უმრავლესობა შეადგინოს ზუსტად იმ ჯანსაღმა ოპოზიციურმა ნაწილმა. აი მაგალითად პირობითად, რომ აი ის საკონსტიტუციო უმრავლესობა, საკონსტიტუციო ხმები მოგროვდეს მართველი გუნდისა და ეროვნულ პლატფორმაზე ყოფი ოპოზიციური ძალებისა. და აი ამ ორმა გაერთიანებამ შეცვალოს ესა თუ ის მუხლი. სხვა შორის ძალიან მაგარი პრეცედენტი იქნებოდა. მე მგონი მსოფლიო პოლიტიკის თვალსაზრისითაც. როდესაც შემოდის ოპოზიცია, მაგრამ გააჩნია საგარეო სოფახკმა და სოფხედვა, ისეთი, რომელიც აი ამ კონკრეტულ მოცემულ საკითხთან დაკავშირებით თანხმედრაშია ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისადმი, რომელიც ირჩევს თავის უმრავლესობას და რომელიც ყავს ოცნების სახით თქვა წარმოდგენილი. თუ სწორად გავიგე, ალბათ სწორედ ამ კონტექსტია ახლა საუბარი, ხო? მოდი შევხედოთ რა ხდება დღეს საქართველოს პარლამენტში. სიითი შემადგენლობა არის 150 დეპუტატი, უნდა იყოს. Ამდენი არ არის, ხო? არის 99 დეპუტატი ქართული ოცნებიდან, მას დაემატა 12 დეპუტატი გახარიას პარტიიდან. იმისთვის რომ მათმა ჯამმა შეადგინოს, ასე ვთქვათ, იმ ცვლადთან ერთად, რომელიც აკლია საქართველოს პარლამენტს 150 დეპუტატი, ჭირდება კიდე 59 დეპუტატი. ეს 59 დეპუტატის მანდატი ან უნდა გადათამაშდეს ცალკე, ან უნდა მოხდეს ასე ვთქვათ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გზით თავიდან პარლამენტის არჩევა. ეს პირველი მოდელი, რომელიც მე მოგახსენე 59 პარლამენტთან და პარლამენტართან დაკავშირებით, საქართველოს კონსტიტუციით არ იგრძალება. ის რაც არ იგრძალება, ის შეიძლება იქნეს გამოყენებული. და ჩემი აზრით, უფრო რაციონალურიც იქნებოდა, უფრო სწრაფად იქნებოდა მიღწევადი, იმიტომ რომ დრო
როგორც მოგახსენეთ, ყოველდღიური კალეიდოსკოპური ცვლილების დონეზე გვაიძულებს ჩვენ რომ ვიმოქმედოთ ძალიან სწრაფად. ამიტომ ძალიანაც უპრიანი იქნებოდა რომ 113 დეპუტატი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობას, შედგეს სწორედ იმ ახლად არჩეული 59 დეპუტატის მანდატთან მიმართებაში, რომელიც ქართული ოცნების შემადგენლობასთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით შეადგინოს, ასე იგი, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა და საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე მიიღოს კონსტიტუციური ცვლილება 78 მუხლთან მიმართებით. უკვე აშკარაა და ევროკავშირის დემარში ამაზე მიუთითებს, რომ ჩვენთვის ყოველი დღე არის წამგებიანი ევროკავშირთან აი ასეთ რეჟიმში ყოფნისა. და ჩვენ თუ კი ვუმტკიცებთ ევროკავშირს, რომ ჩვენი გზა არის ჯვარსახოვანი და მრავალპოლარულ სოფლიოში ჩვენ დავნახოთ ადგილი, როგორც ხიდი გეოპოლიტიკურ ცენტრებს შორის, მაშინ ეს უკვე პრაქტიკაშიც უნდა აღვასრულოთ. ამისთვის მე ვფიქრობ, რომ 2028 წლამდე ლოდინი არის ძალიან ზედმეტი ფუფუნება, კი არა და წარმოუდგენელი და ლოგიკა ვკარნახობს, რომ ასეთ შემთხვევაში არჩევნები უნდა დაინიშნოს 2026 წელს. თუკი ჩემი ასე ვთქვათ მსჯელობა რეალურთან ახლოს შეიძლება განვიხილოთ შესაძლებლობებისა და დასაშვებობის დონეზე, მაშინ ბუნებრივია უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს სცენარი განიხილება ქართული ოცნების შემადგენლობაშიც. თუ ეს სცენარი განიხილება, მაშინ ისღა დაგვრჩენია ვიფიქროთ, რომ რაღაცა გახარიას პარტიამ შეადგინა უკვე ის აუცილებელი კვოტა ოპოზიციისა, მას შეიძლება კიდე დაემატოს კიდე დამატებით ოპოზიციური სპექტრი 99+12 მანდატი, რჩება 59 მანდატი გასათამაშებელი და ამ 59 მანდატიდან თუ ქართული ოცნება და შესაბამისად ოპოზიციის ის სპექტრი, რომელიც უფლებამოსილი იქნება მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, რაც აბსოლუტურად გამორიცხავს ნაციონალური მოძრაობის, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის მონაწილეობის შესაძლებლობას, სავსებით სავარაუდოა, რომ ეს 113 დეპუტატი ძალიან მალე შეიკრიბოს, რომელიც კენჭს უყრის ერთადერთ სწორ ისტორიულ არჩევანსა და გადაწყვეტილებას და ეს ტენდენციური საეტაპო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც თავის დროზე იქნა მიღებული, რომ თითქოს ჩრდილოატლანტიკური არჩევანი, ეს არის ისტორიული არჩევანი ქართველი ერისა, იქნება შეცვლილი სწორი ხედვით. და არ იქნება, ასე ვთქვათ, ხელშეკრული ქვეყანა იმისთვის, რომ რაღაცა მხოლოდ დასავლეთი ყოფილა ჩვენი ხსნა და გამოსავალი და თურმე აღმოსავლეთისკენ, სადაც ახლა ჩვენ მნიშვნელოვანი გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური პროექტების განხორციელება გველის არის, ასე ვთქვათ, უგულებელსაყოფელი. რა თქმა უნდა, ეს უკვე ჩვენ პრაქტიკულ ცხოვრებაშიც დავინახეთ, რომ 78 მუხლი, როგორი სკეპტიკურათაც არ უნდა იყოს ადამიანი განწყობილი, არის აუცილებლად შესაძლებელი. დიმიტრი, ყველამ კარგად იცის საქართველოს მოსახლეობამ, სახელმწიფო მხარდამჭერია, ნეიტრალური მოქალაქეა თუ ოპოზიცია, რომ არის უდიდესი გეოპოლიტიკური ახალი გენგეგმა აღმოსავლეთ-დასავლეთის გზა, რომელსაც შუა კორიდორს ეძახიან, აბრეშუმი გზას და ასე შემდეგ. ჩემი პირადი აზრი მინდა დავაფიქსირო, რომ ნამდვილად არ მსურს, რომ ქვეყნის პრიორიტეტი იყოს სწორება სატრანზიტო ქვეყნის პოზიციონირებაზე. იმიტომ რომ არაერთხელ მithქვამს და ეხლაც ვიტყვი, რომ იმ სარგებელს, რასაც სატრანზიტო კორიდორი ქვია, ზუსტად იგივე მოცულობის უარყოფითი ნეგატიური ეფექტები მოყვება. ეს ერთგვარ შლეიფად. უნდა გავიმეორო, ეს არის ნარკოტიკებით ვაჭრობა, იარაღით ვაჭრობა, კიდნეპინგი და კიდე უამრავი სხვა რამ. და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ სახელმწიფო საზოგადოება, სამოქალაქო საზოგადოება 35 წელს მოითვლის, მე საბჭოთა კავშირის დაშლის მერე ვამბობ, მანკიერი წრეები საკმარისზე მეტი არის საქართველოში. ეს დაადასტურა ზუსტად ბოლო ამბება, ბოლო ერთი თვის წინ ამბება. და მე ვფიქრობ, რომ ამ კორიდორების მიღმა რა უნდა გაკეთდეს, როგორც ახლა პოლიტიკოს, როგორც პოლიტოლოგს, როგორც ექსპერტს. რამდენად მართებულია, რომ აქცენტები კეთდება ზუსტად ამ კორიდორზე და პლუს ამას ემატება ის, რომ რაც შეიძლება დიდი მოცულობის ინვესტიციები მილიარდობით და თითქოს ერთი შეხედვით არ უყურებთ საიდან მოდის ეს მილიარდები. ეს როგორი ბალანსი არის, როცა სახელმწიფო ინტერესები, ეროვნული ინტერესები თან ისეთი მოწყვლადი ერისთვის, როგორი ჩვენ ვართ,
ბოლო საარჩევნო აღწერა იყო და 3.700.000-ზე გავედით, ხო? თუ არ მეშლება. აი ესეთი პატარა მცირე რიცხოვანი ერისთვის, აი ეს ორი დიდი პროექტი თითქოს ესეთი ღერძი ჩვენი ეკონომიკის რამდენად მართებულია და სხვა ყველაფერი მივიწყებული იყო ადგილობრივი წარმოება, სოფლის მეურნეობა და უამრავი სხვა კიდე. კი, ნამდვილად ესეა, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ პრეტენზია გვაქვს ვიყოთ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის შემაერთებელი რგოლი, მეტიც ვიყოთ საერთოდ ჯვარსახოვანი გეოეკონომიკური პროცესის განმახორციელებელი და გამტარი, თქო საუბარია ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიმავალ 7500 კილომეტრიან უწყვეტ მაგისტრალურ მოძრაობაზეც, რომელიც სანქტ-პეტერბურგს მუმბაისთან აერთებს და მთელი სპარსეთის ყურის ქვეყნებს რთავს, ესე იგი ამ ეკონომიკურ პროცესში, ბუნებრივია ჩვენი ამბიცია უნდა იყოს, რომ ჩვენ ვიყოთ ფინანსური ჰაბი, სატრანსპორტო ჰაბი, ჰუმანიტარული, ასე ვთქვათ, ჰაბი ამავე დროს, ხო, ურთიერთობების და მნიშვნელოვანი ადამიანური რესურსების გაცვლის, დაგროვების ამ კაპიტალის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, რაც რა თქმა უნდა დიდი და მსხვილი კაპიტალის მოზიდვას გულისხმობს ჩვენს ქვეყნის ტერიტორიაზე. ამას სჭირდება შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციები. საკანონმდებლო რეგულაციები უნდა პასუხობდეს ეროვნულ ინტერესს. ეროვნული ინტერესი უნდა გამოდიოდეს საქართველოს კონსტიტუციის მთავარი სუბიექტის ინტერესიდან, ადამიანის ინტერესიდან და ინვესტიცია არ არის მთავარი მიზანი. მთავარი მიზანი სწორედ ადამიანია, რომლის კეთილდღეობას უნდა მოერგოს ეს ინვესტიცია. ამ შემთხვევაში ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე არის სწორედ აი ამ სიკეთის მიმღები სუბიექტი, რომელმაც უნდა ხმა აიმაღლოს თავისი საკუთარი უფლებებისთვის. ამისთვის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არსებობს ძირითადი კანონი, ორგანული კანონი, კანონთა იერარქია, რომელთა რიგში მე არ მინდა რომელიმე წინა ხაზზე დავაყენო, მაგრამ რა თქმა უნდა, როდესაც საუბარია ინვესტიციებთან დაკავშირებულ ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვან ნებათა ხელვაზე, მე ვფიქრობ, რომ მოქალაქეობის შესახებ კანონი, ბინადრობის შესახებ კანონი, შრომის კანონთა კოდექსი, საგადასახადო კოდექსი, ეს არის პირველი რიგის საკანონმდებლო ბაზა, რომლის მოწესრიგებამ უნდა უზრუნველყოს რეგულაცია იმისა, რომ საქართველოში არასოდეს არ მოხდება დემოგრაფიული, ასე ვთქვათ, კრიზისი ეთნიკურ ნიადაგზე ჩვენი შევიწროების, ასე ვთქვათ, პერსპექტივებიდან გამომდინარე. იმიტომ რომ არასწორი რეგულაციები შეიძლება იყოს დამღუპველი ჩვენივე ინტერესიდან გამომდინარე. თუ ეს არასწორი რეგულაციები კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კიდევ მოდის ისევე როგორც მოდიოდა ევროკავშირის მხრიდან ჰარმონიზაციის კუთხით აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით თავსმოხვეული პირობით. დღეს თუ კი ჩვენ მართლა ვიბრძვით სუვერენიტეტისთვის და მე მჯერა რომ ვიბრძვით სუვერენიტეტისთვის, იმიტომ რომ ბოლო 5 წელიწადმა ყოველ შემთხვევაში 4-მა მაინც ეს ძალიან კარგად დაგვანახა ჩვენ, მაშინ ჩვენი ზღა დაგვრჩენია, რომ ეროვნულ ინტერესს მოვარგოთ ახალი რეგულაციები. აი, მაგალითისთვის გეტყვით, ხო? როდესაც ჩვენ ბინადრობის უფლება გავყიდეთ 30000 ლარად თავის დროზე, მერე 30000 დოლარად უკაცრავად, ანუ 30000 დოლარად შეძენილი უძრავი ქონება შესაძლებელს ხდიდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიეღო ბინადრობა და ეს არა მოქალაქეობა, ბინადრობა. ბინადრობაზეა ლაპარაკი, 10 ტიპის ბინადრობა არსებობს, დაწყებული სტუდენტურიდან და დამთავრებული საინვესტიციოდ. მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მარტივად ხელმისაწვდომი, ორი ყველაზე მარტივად ხელმისაწვდომი ეს იყო ქორწინებაში შესვლის გზით მიღებული ბინადრობა, ან უძრავი ქონების შეძენით მიღებული ბინადრობის უფლება. როდესაც 100000 დოლარად ადამიანს უჩნდება პერსპექტივა შეიძინოს უძრავი ქონება და 100000 დოლარი მის ქვეყანაში არსებული მიმოქცევის, ფულის მიმოქცევის, მასის მიმოქცევის მოცულობებიდან გამომდინარე, უბრალოდ არაფერს არ წარმოადგენს და ეს არის მარტივად აღსასრულებელი იმ საშუალო ფენისთვის, რომელსაც წარმოადგენს იმ ქვეყანაში საზოგადოება ყოველი მათგანისთვის და ინტერესი თქვა ისისა, რომ საქართველოში არაბეთის ქვეყნებში მაცხოვრებელი ადამიანებისთვის გაჩნდეს პერსპექტივა შეიძინოს უძრავი ქონება არის ძალიან დიდი საცდური, ბუნებრივია 100000 დოლარის შესაძლებლობა უნდა განვიხილოთ როგორც მარტივი ბარიერი, რომლის გადალახვაც მათთვის ხელსაყრელია, ხოლო ჩვენთვის დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს. რატომ არ შეიძლება, რომ ესეთი ბარიერი გახდეს $1,000,000? მათთვის ხო 100000 დოლარი თითოეულ მათგანისთვის შესაძლებელია. რა თქმა უნდა. რატომ არ შეიძლება ასეთი ბარიერი გახდეს $5,000,000 მაგალითად? ვინ დათვალა, რომ ეს ასე არ არის? რა ემპირიულ ფორმულაში ჯდება ეს ყველაფერი? ხვდებით? ვინ თქვა, რომ 30000 დოლარად უნდა იყიდოს ერთოთახიანი ბინა ვინმე რომელიმე კომპლექსის საქართველოში?
გესმით, აი ასეთი არასწორი მიდგომების შედეგად ძალიან ხშირად ლობირებული, ბიზნესიდან ლობირებული საკანონმდებლო დებულებების შედეგად ჩვენ მივიღეთ უკვე ის რაც მივიღეთ და ეს აღარ უნდა გაგრძელდეს არავითარ შემთხვევაში. და მეორე ვარიანტი რაც მოგახსენეთ, ფიქტიური ქორწინებები. ეხლა ჩვენ შეერთებულ შტატებში ვართ და ძალიან კარგად ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანი რგოლი გახდა ამ ქვეყნის საიმიგრაციო სამსახური იმ მიზნების მიღწევის გზაზე, რასაც უკანონო ემიგრაციის პრევენცია ჰქვია. მათ შორის უკანონო ფიქტიური ქორწინებების საკითხთან დაკავშირებით, აი მიკროსკოპში ზომავენ პირდაპირ წყვილს შორის არსებულ ურთიერთობებს. რამდენად ფიქტიურია, რამდენად რეალურია და რამდენად არ ტყუილდება სახელმწიფო მათ შორის დადებული საქორწინო ხელშეკრულების შედეგად. არა, რატომ არ შეიძლება რომ საქართველოში მინიმუმ ფიქტიური ქორწინება გამოცხადდეს როგორც ინკრიმინირებული ქმედება და ასეთი გზით ქვეყნის მოქალაქეობაში გნებავთ ბინადრობაში შემოსვლის მსურველი პირის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ეს არ პასუხობს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ეს არ პასუხობს ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ან ამავე დროს მოგახსენებთ, ეს არის შრომის კანონმდებლობა, საათობრივი ანაზღაურების ნიხვი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ტრაფიკინგად ქცეულ ისეთ დასაქმების წერტილებში, როგორიც არის ჩვენი სუპერმარკეტების ქსელი, სადაც ადამიანები დღემდე 300-400-500 ლარზე მუშაობენ თვის განმავლობაში და გააჩნიათ უმძიმესი პასუხისმგებლობაც და ძალიან მძიმე ფიზიკური შრომის გაწევის ვალდებულებაც, არა? ეს ყველაფერი არ გვაიძულებს და არ გვავალდებულებს ჩვენ რომ გადავხედოთ ასეთ ტიპის კანონმდებლობას, როდესაც მილიარდობით დოლარის ინვესტიციის პერსპექტივებზია საუბარი, არ უნდა ვიფიქროთ პირველ რიგში რომ ამან უნდა აამაღლოს დასაწყისშივე ჩვენი ცხოვრების დონე და ხელმისაწვდომი გახადოს ისეთ ტიპის სამსახურები, რომლის მიღების შემთხვევაში ადამიანი პირველი რაც რეფლექსურად იფიქრებს, რომ არ დატოვოს ქვეყანა და არ წავიდეს უცხოეთში, იმისთვის რომ გადაიხადოს ვალები, მოემსახუროს შვილის სწავლა-განათლებას, მოემსახუროს მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვას და ასე შემდეგ და შემდეგ. აქ წამოსული ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი, 90% იძულებული იქნა თავის დროზე რომ წამოსულიყო აქ. ბევრმა შეიძლება არ იცის საქართველოში მცხოვრებმა და არც გამოაცდევინოს ის სტრესები, რომელსაც ემიგრაციაში მყოფი ნებისმიერი ჩვენი თანამემამულე გადის განსაკუთრებით ემიგრაციის პირველ თვეებში, გნებავთ პირველ წლებშიც კი და შემდგომ პერიოდშიც და რა დამღას ტოვებს ის ამ ადამიანებს. ამიტომ აი ეს ჯამში და ამის ერთობლიობა, ამის გააზრების ერთობლიობა და ჩვენ ხარ რაც მიმოვიხილეთ ამ საკანონმდებლო საკანონმდებლო აქტთან დაკავშირებით არის მხოლოდ ზედაპირული განხილვა და ზღვაში წვეთი, ჩვენ გვავალდებულებს რომ აი ეს გახდეს სწორედ ხელისუფლებისა და მომავალი ოპოზიციის შორის ასე ვთქვათ, პაექრობის და პოლიტიკური ასპარეზობის მთავარი საგანი. შენ ახსენე, რომ ჩვენი პრემიერ-მინისტრი ახლა იმყოფება, თუ იმყოფებოდა, ჩამისწორებ, იმყოფება ჩინეთში, საქართველოს უახლოეს ისტორიაში საქართველოს სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი არაერთხელ ყოფილა ჩინეთში და ეს იმას ნიშნავს, რომ აქცენტები გადადის სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ. და მე მაინტერესებს აი ეს ჩამოყალიბებული გლობალური აღმოსავლეთი. თუ ზოგი მოიხსენიებს გლობალურ სამხრეთად, ის როგორ. შენი აზრით, რამდენად საპირწონე გახდება დასავლური ცივილიზაციისა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე? შევძლებთ კი ჩვენი ინტერესების დაცვას, როგორც ეროვნულს, ასევე თანხლებ, რაც ამას ყველაფერს თან მოსდევს. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ხო დიდი ევრაზიულობის სისტემაა რეალურად და დიდი ევრაზიულობა ეს არის კონტინენტთა შორისი საერთაშორისო ურთიერთობათა ახალი სისტემა, რომელიც დროთა განმავლობაში ყალიბდება როგორც რეალური ალტერნატივა პოლუსი იმ ძალის ჰეგემონის მიმართ, რომელსაც ანგლოსაქსონური მსოფლიო წესრიგი წარმოადგენდა აქამდე. და ბუნებრივია მრავალპოლარულ მსოფლიოში მეტია არჩევანი, მეტია შესაძლებლობა და მეტია მცირე ერების დაცვის მექანიზმების პოლიტიკური და სამართლებრივი მექანიზმების გამომუშავების პოტენციალი. სწორედ ამიტომ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ არ გავექცეთ ჩვენს გეოგრაფიულ მდებარეობისადმი, ასე ვთქვათ, ობიექტური ხედვის აუცილებლობას. ჩვენ დიახ, რუსეთთან გაგვაჩნია 840 კილომეტრიანი საზღვარი, მე წლების განმავლობაში გავხდით ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი, მქონდა არაერთი შესაძლებლობა წლების განმავლობაში თვალყური მედევნებინა იმ კონფერენციების მსვლელობისთვის, რომელშიც აი ნელ-ნელა ისახებოდა ის კონტური
ახალი ევრაზიულობისა, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ როგორც შოსის, ისევე ბრიქსის, ისევე 3+3 ქვეყნები და აი სამი ჩამონათვალიდან საქართველოს ჰქონდა აბსოლუტური შესაძლებლობა იმისა, რომ განეხილა რეგიონალური თანამშრომლობის ფორმატში მონაწილეობა, მაგრამ ჩვენი დაუძინებელი მეგობრების აქტიური ჩარევის შედეგად ჩვენ დღემდე დამუხრუჭებული გვაქვს ჩვენი აქტივობა ამ მიმართულებით. ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს ნიკა, ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ ჩვენ გვჭირდება რომ განთავისუფლდეთ ამ კაბალისგან. იმიტომ რომ ის რაც ჩვენთვის არის სასარგებლო, ის შეიძლება არ იყოს მიზანშეწონილი გლობალური ჩვენი დაუძინებელი მეგობრებისთვის. და რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკა თავისი არსით არის საზიზღარი დაუნდობელი სასტიკი, შეიძლება ასე ითქვას. და მას არ გააჩნია გულის აჩუყების რაიმე სიმპტომები. თუნდაც ჩვენისთანა საოცარი ერის მიმართ და ქვეყნის მიმართ, რომლის არსებობა როგორც ქრისტიანული კულტურის ნაშთისა და წარმომადგენლისა რეგიონში არის მიკუთვნებული ერთ დიდ სასწაულს. და ამ სასწაულთან დაკავშირებით არაერთ მეცნიერს გამოუთქვამს თავისი ახტაცება. მიუხედავად ამისა, ჩვენი გაჭყლეტვის, ჩვენი მოსპობის, ჩვენი შთანთქმის შესაძლებლობა რო გქონდეს, არაერთი თანამედროვე ცივილიზაცია ამაზე უარს არ იტყოდა. და ღმერთის სასწაული, მისი მფარველობა და მე ვფიქრობ, ბოლო წლებში განხორციელებული ძალიან სწორი მოქნილი საგარეო პოლიტიკა იმის მიზეზი, რომ ჩვენ ამ რიფებზე არ შევჯექით და ჯერჯერობით ვაგრძელებთ, ასე ვთქვათ, ჩვენი ორიენტირის ძებნას. და მე ვთვლი, რომ ყველა არ დავსვე შეკითხვა, ჩემს რესპონდენტებს ყველას ვეკითხები და ფაქტობრივად ყველა საღამოაზროვნე ქართველი ხედავს იმ პერსპექტივას, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთის ცივილიზაციაში გამოჩნდა, ესე თქვა, ჩვენი ადგილი. თუმცა შენ სწორედ აღნიშნე, რომ ჩვენი ადგილი აქ ყოველთვის იყო. ჩვენ ვართ ოდითგანვე ამ მიწაზე. ბევრმა სახელმწიფომ რაღაცა შეიძინა, ტერიტორია გადაინაცვლა, ბევრი მომთაბარე იყო და ჩვენ, როგორც არსაიდან მოსული არსაი ქართული ტომი, აი ოდითგანვე აქ ვართ იმ კოლხეთის დაბლობზე და იმაზე მე განვითარებული ქვეყანა. ჩვენს მე ვაინახებთან ერთად სხვა. კი ბატონო. ასე რომ მე მოხარული ვარ, რომ ოპტიმიზმის საფუძველი არის, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ახლა არსებულმა ხელისუფლებამ სერიოზული რეფორმები დაიწყო. მე მგონია, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ 26 წლის თაობაზე, მე გულისხმობ რიგარი შეარჩენებს. თუ ეს აუცილებელი იქნა, არ ვიცი, შეიძლება სხვა მოდელი გამოიყენონ. და რაც თავარია, გეოპოლიტიკა იქითკენ იცვლება, მიუხედავად იმისა, რომ დიდი რყევებია, ამერიკა, რუსეთის დაპირისპირება, ის წყნარ ოკეანეში დაპირისპირება, ტაივანის პრობლემა არც არ გადაწეულა, ახლო აღმოსავლეთის პრობლემა არც არ გადაწეულა, მაგრამ ჩვენ გზას ვადგივართ და დიდი ალბათობით აი იმ დიდ აღმოსავლურ ცივილიზაციაში ჩავეწერებით ალბათ კეთმოღერებული და ჩვენ ადგილს დავიკავებთ. როგორც გვეკუთვნოდა ისტორიულად. ეჭვი არ არის, რომ ქართული საზოგადოება მზად არის ამისთვის, როგორც არასდროს და მის წიაღში კიდევ არაერთგზის წარმოიშვება სწორი ისეთი საწყისი, ისეთი პოლიტიკური ძალების შესაქმნელად, რომლებიც კიდევ უფრო მეტ პროგრესზე იქნებიან ორიენტირებული. დიდი მადლობა ამ ინტერვიუსთვის. მოხარული ვარ, რომ იყავი აქ, მოხარული ვარ, რომ პირადად ჩემი სტუმარი ხარ და მოხარული ვარ იმით, რომ საინტერესო ხალხი გაიცანი, საინტერესო ემოციებით დაბრუნდები საქართველოში. ყველა ჩვენ საერთო მეგობარს მოკითხვა, ჩემგან პირადად და წარმატებებს გისურვებ. დიდი მადლობა. როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე პოლიტიკურ არეალში. ნამდვილად ძალიან სერიოზული და დიდი შთაბეჭდილებებით მივდივარ აქედან, ძალიან ბევრი ისეთ ადამიანთან დაკავშირებით მიღებულ შთაბეჭდილებებს გულისხმობ, იმ ნაცნობებს, ურთიერთობებს, რომელიც ჩამოყალიბდა მათი დღის განმავლობაში, რომელსაც აუცილებლად ჩავიდა საქართველოში და იმედს ვიტოვებ, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაგრძელდება და საერთოდ იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ ყველანი გურული კრიმანჭულისა არ იყოს, ერთ დღეს ერთხმად გავერთიანდებით და ყველანი დავბრუნდებით უკან ჩვენ სამშობლოში, საქართველოში. აბა ბედნიერად, გაიხარე, მადლობა.